რეფორმების სიღრმე და შედეგიანობა, საარჩევნო მზადების გამჭვირვალობა, ოპოზიციის როლი და სტრუქტურული პრობლემები, პოლიტიკური კულტურა და მოლოდინები. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. პირველი კითხვით დავიწყებ. დღეს ხელისუფლება ხშირად საუბრობს რეფორმებზე, სხვადასხვა მიმართულებით. როგორ შეაფასებდით თავად ამ პროცესს? რა უკვე შეცვლილია და რის შეცვლა კიდევ ჭირდება დღეს ქვეყანას? მოგესალმებით და ვიტყვით, რომ რეფორმები, რა თქმა უნდა, მუდმივად მიმდინარეობს და ჩვენ თვალწინ ამ ქვეყნის რეალურად ტრანსფორმაცია მოხდა. მაგრამ რეფორმები არასდროს არ მთავრდება, იმიტომ რომ ცხოვრება ყოველ წუთას, ყოველ ჟამს ახალ გამოწვევებს გვისახავს წინ, განვითარებას მეტი, ასე ვთქვათ, სიახლეები შემოაქვს და გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ამისათვის საჭირო არის, რომ ხელისუფლებას მუდმივად ჰქონდეს პოლიტიკური ნება, ინტელექტუალური რესურსი იმისათვის, რომ რეფორმები გააგრძელოს. ამიტომ ერთხელ ვთქვი და კიდე გავიმეორებ. რეფორმების სახეზეა და რეფორმები მუდმივად გაგრძელდება, ყველა გამოწვევას შესაბამისი გადაწყვეტა ჭირდება. საზოგადოების ნაწილი ხშირად ამბობს, რომ რეფორმები ზედაპირულია და შედეგები ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იგრძნობა. რას უპასუხებდით ამ შეფასებებს? მე ვფიქრობ, რომ ადამიანის ბუნება ესეა მოწყობილი, რომ ის, რასაც უკვე მიაღწია და რისი, ასე ვთქვათ, სიკეთის მომხმარებელი არის, ის თulis, რომ ეს უკვე აღარ არის საკმარისი, მას ახალი ჭირდება, ახალი, ასე ვთქვათ, სიკეთის მიღება. ამიტომაც გაფიქრობს, რომ ხანდახან ეს სიკეთე მასთან მოსული არ არის. სინამდვილეში ჩვენ თუ პრაქტიკულად გადავხედავთ, მაგალითად დავინახავთ, რომ ბევრი რამე ჩვენ ქვეყანაში, რომელიც აქამდე მიუღწეველი იყო, დღეს რეალობად არის ქცეული. მაგრამ საზოგადოება ამბობს, რომ მეტია საჭირო და ბუნებრივია, სწორია, მეტია საჭირო. გამომდინარე აქედან, სწორედ რეფორმა და ეს ურთიერთობა სწორედ ამას ნიშნავს. ამიტომ საზოგადოების და ადამიანის ზოგადად მოთხოვნა მეტისკენ და უკეთესისკენ განაპირობებს მათ შორის პროგრესსაც. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი გუნდისთვის, რომ რეფორმები იყოს არამხოლოდ ინიცირებული, არამედ სისტემურად განხორციელებული და მონიტორინგის ქვეშ? ეს აუცილებელია, რეფორმა უნდა იყოს, ინიცირებული ნიშნავს, რომ პროპაგანდის დონეზე ტოვებს საქმეს. ამ შემთხვევაში მართლაც შედეგები ქარს მიაქვს ხოლმე, დამთავრდება პროპაგანდისტული ციკლი და ის ამბავიც იკარგება. ეს უნდა იყოს სისტემური და ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ამ სისტემური რეფორმებისკენ ვართ ჩვენ მოწოდებული და ვახორციელებთ კიდევაც. არჩევნები ყოველთვის არის მაღალი მოლოდინის პერიოდი. თქვენი აზრით, რამდენად მზად არის სახელმწიფო სტრუქტურები სამართლიანი და ნდობადამყარებული არჩევნების ჩასატარებლად? მე გეტყვით ერთ რამეს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები, ვინც პასუხისგებელი არის პირდაპირ და ან ირიბად არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ის სრულ მზაობაში არის. და მეორე რამესაც გეტყვით, ჩვენთან სამწუხაროდ არა მარტო ოპოზიციის მხრიდან, არამედ გარე ძალების მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს არჩევნების დამაზიანებელი კამპანია. რატომ არის ეს გამოწვეული? იმიტომ რომ გარე აქტორებს ხშირ შემთხვევაში დემოკრატია მხოლოდ როიტყვიან ერთგვარ საფარველად ჭირდებათ. რეალური მიზანი არის მათთვის სასურველი პოლიტიკური ხელისუფლების მოყვანა ხოლმე სახელმწიფოში. და როდესაც ეს არ გამოზდით არჩევნების გზით, მაშინ იწყებენ არჩევნების დისკრედიტაციას და რევოლუციური სცენარების გათამაშების, ასე ვთქვათ, აი ამ პოლიტიკას. აქედან გამომდინარე არის ხოლმე, როცა ეკითხები, რომ კონკრეტულად რატომ არის ეს არჩევნები გაყალბებული, კონკრეტული პასუხი არ არსებობს. მათი პასუხი არის, ეს არის რუსული. შენ თუ კონკრეტიკას მოითხოვ რამეზე და მტკიცებულებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ჩვენ თავში დავინახოთ ერთი რამ, რომ ამ ქვეყნის ბედის გადაწყვეტა არის ამ მოქალაქეების საქმე და არა იმათი, ვინც გარედან თავის მიზნების გამო ამ ქვეყანას თავს ახვევენ ათასგვარ რევოლუციურ სცენარს და ამით ნდობას არა მარტო არჩევნებს და დემოკრატიას, საერთოდ დემოკრატიისა და იგივე ევროინტეგრაციის იდეასაც ძირს უთხრიან.
არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც სკეპტიკურად უყურებს პროცესს. რას აკეთებს ხელისუფლება, რომ ყველა მოთამაშემ იგრძნოს საკუთარი უსაფრთხო ადგილი ამ პროცესში? ისეთ რა არის, რომ ეს არ არის ადვილად მიღწევადი საკითხი, იმიტომ რომ ძალიან დიდი თანხა და ძალიან დიდი ძალისხმევა იხარჯება იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებაში პოლარიზაცია არ შემცირდეს. აი, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რევოლუციურ სცენარებზე, რევოლუციურ სცენარებს სჭირდება სწორედ პოლარიზირებული და დაპირისპირებული საზოგადოება. ამიტომ ჩვენ თუ დავაკვირდებით იგივე ამ უცხოელი ხან ელჩების და სხვა ასე ვთქვათ აქტორების განცხადებებს, რომელთა უკანაც ფაქტობრივი მოცემულობები არ დგას, ხო? მაგრამ მიმართული არის, რომ მუდმივად დაძაბულობის მუხტი არსებობდეს და დაპირისპირება არსებობდეს, აი ამას სჭირდება გარკვეულწილად გაჩერება. ჩვენ მაგიტომაც შემოვიტანეთ კანონი გამჭვირვალობის შესახებ. რომ ეს ფული, რომელიც იხარჯებოდა სწორედ აი ამ პოლარიზაციის შესაქმნელად, რომ ეს ფული გამჭვირვალე გახდეს. და საზოგადოებამ მიცოდეს, რომ ეს კი არ ხმარდება რეალურად სამოქალაქო ინტერესებს, არამედ ხმარდება რეალურად სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას. და სხვათა შორის ეს ბუმერანგივით უტრიალდება ისევ იმ ქვეყნებს, ვინც ამას აფინანსებდა და იმ ქვეყნებშიც პოლარიზაცია და საზოგადოების გახლეჩვა დაპირისპირება დღეს სახეზე არის. აქედან გამომდინარე, ეს არ არის საკითხი, რომელიც მარტივად წყდება, მაგრამ სიმართლის ლაპარაკი ყოველთვის საბოლოო ჯამში თავის შედეგს დებს და ადამიანები საბოლოო ჯამში განსხვავებას პოულობენ მართალსა და ტყუილს შორის. დებატები და გამჭირვალობა ხშირად აღიქმება როგორც დემოკრატიის ნიშანი. ხედავთ თუ არა მზადყოფნას ღია დისკუსიებისთვის მათ შორის ოპონენტებთან? იცით რა არის, რომ ჩვენ მაგალითად საქართველოში ვერ შევთანხმდით და ჩვენს გარშემო დასავლური სამყარო ვერ შეთანხმდა იმაზე, რომ მთავრობა უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. ამაზე ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ და არ არსებობს საქართველოს მთავრობის თუ სამინისტროს რაიმე გადაწყვეტილება, რაიმე ქმედება, რომელიც არ არის საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი. საქართველოს მთავრობა არ და ვერ იღებს ვერცერთ გადაწყვეტილებას, მათ შორის პარლამენტი, რომელიც არ არის აბსოლუტურად საჯარო. მაგრამ გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და დაფინანსება არ შეიძლება იყოს საჯარო და გამჭვირვალე. იმიტომ ეს არის რუსული მოვლენაო, პირდაპირ ამას გვეუბნებიან, როცა არგუმენტები აღარ ყოფნით. აქედან გამომდინარე, მაშინ უნდა შევთანხმდეთ ყველა, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ყველა. მთავრობა, პარტია, სამოქალაქო საზოგადოება, უცხოური დაფინანსება. აი, როცა ამ ფუნდამენტალურ საკითხზე შევთანხმდებით, მაშინ ადვილი არის დებატები. და როდესაც შენ არგუმენტი არ აქვს და გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსებისა შენთვის არის რუსეთი, აქ თავდება დებატების სივრცე. როგორ აფასებთ ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგს ამ წინა საარჩევნო პერიოდში? ხედავთ შინაარსობრივ კონკურენციას? ოპოზიციას დღის წესრიგი არ გააჩნია. ის, ასე ვთქვათ, მოქმედებს კონვულსიურ რეჟიმში, იმიტომ რომ ოპოზიციამ უღალატა ქართველი ხალხის არჩევანს. მათ გარკვეულმა დიდმა რაოდენობამ ქართველი ამორჩევლისა ხმა მისცა. და არც ერთ ამორჩეველს არ გასჩენია შეკითხვა, ჩემი არჩევანი ვინმე მოიპარა თუ არა. მათ თვითონვე თავიანთი გარე პატრონების და ასე ვთქვათ დახმარებით უგულებელ ყველს ეჭქვეს დააყენეს და მე უგულებელ ყველს თავისი ამორჩეველის ნება დარჩნენ, დაიტოვეს თავი ქუჩაში და ეხლა ამ ქუჩაში დაერიენ ერთმანეთს. ასე რომ სამწუხარო და სავალალო რეალობა დაიყენა ოპოზიციამ თავისივე ხელით. თქვენი აზრით, რა აფერხებს საქართველოში ოპოზიციური ძალების გაერთიანებას და სტაბილური პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბებას? ოპოზიციას, ყველა პოლიტიკას სჭირდება შინაარსი. მარტო მიზანი კი არა, რომ მინდა ბედნიერი საქართველო, შინაარსი სჭირდება. და ეს შინაარსი უნდა ფუნდამენტალურ მოცემულობებს ეყრდნობოდეს. და არ უნდა იყოს ხანმოკლე პროექტი, რომელიც გარკვეული საგარეო, ასე ვთქვათ, დაკვეთით კეთდება. როცა იქნება შინაარსობრივი
და ფუნდამენტალურ ღირებულებებზე დამყარებული პოლიტიკური მოძრაობა, პარტია თუ ასე შემდეგ, მაშინ ის შინაარსობრივად შეხედავს ხანგაერთიანების საკითხს, ან კოალიციის საკითხს. ჩვენ სამწუხაროდ ეს დამოკიდებულება ჩვენ ოპოზიციაში ვერ ვნახეთ. მათთვის ერთადერთი შეიძლება გამაერთიანებელი იყოს ხოლმე, რომ მოდი ყველა გავერთიანდეთ იმის ჩამოსაგდებად. მაგრამ მე რას ვიზავთ და რას დავაწევთ საკუთარ თავს და ქვეყანას, ამაზე არავინ არ ფიქრობს და ამის მოკლევა და ილუსტრაცია მოხდა დღევანდელ ვითარებაში. როდესაც ილაპარაკეს კოალიციურ თავრობაზე და ბოლოს ისეთი ასე ვთქვათ წყევლაკრულვა აქვს ერთმანეთის ატეხილი, რომ ხალხი ხვდება, რომ ეს კოალიციაც იყო ერთგვარი ახალი სიტყვით манипуლირება ნოლის შინაარსით. შეიძლება ითქვას, რომ ჯანსაღი ოპოზიცია სჭირდება დემოკრატიას, ისევე როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ორი მხარის თანაარსებობა პოლარიზაციის შემცირების ფონზე? იცით რა არის, რომ ზოგადად პოლიტიკა ვერაზროს ვერ იქნება ერთპოლუსიანი. პოლიტიკაში ყოველთვის იქნება რამოდენიმე პოლუსი. ანუ უფრო დავკონკრეტდეთ სხვადასხვა პარტიები, რახან მრავალპარტიული სისტემა გვაქვს. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი აუცილებელი მოცემულობა. ხელისუფლების ცვალებადობაც არის ჩვეულებრივი მოვლენა. ამაში რაიმე განსაკუთრებული არ არის. მაგრამ ამას სჭირდება სისხლი, რასაც პოლიტიკური პარტიები ქვია, მათი არსებობა. სამწუხაროდ ჩვენ სინამდვილეში სწორედ ამის დეფიციტი არის. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება შენ პოლიტიკური პარტია ხდებოდე და პოლიტიკაში მიდიოდე პირადი წყენის ან პირადი წარუმატებლობის გადაფარვის მიზნით. ხშირია განცდა, რომ პოლიტიკურმა სივრცემ მოქალაქეებისგან თანდათან დაკარგა ნდობა. როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ხელისუფლებამ, რომ ამ მოლოდინებს რეალურად უპასუხოს? ზოგადად სოფლიო ტენდენცია არის ესეთი, რომ მაქსიმალურად მოხდეს ხელისუფლების დისკრედიტაცია, ზოგადად. რომ ხელისუფლებას ჰქონდეს მინიმალური ავტორიტეტი. ამის კულტივირება მიმდინარეობს. ამას შორს მიმავალი მიზნები აქვს, იმიტომ ხელისუფლება გინდა არ გინდა ერთან, სახელმწიფოსთან, სუვერენიტეტთან ასე ვთქვათ, იგიავდება. მაგრამ ამ ტოტალური ლიბერალური იდეოლოგიას, რომელსაც ერთიანი მართლობის, კორპორატიული მართლობის იდეა ამოძრავებს, მათთვის სწორედ ავტორიტეტული და ავტორიტეტის მქონე მოსახლეობის ნდობის მქონე ხელისუფლებები დიდად არ აწყობს. გამომდინარე აქედან ამაზე ტოტალური შეტევა მიმდინარეობს. ამის ნათელი მაგალითია საქართველოც. როდესაც მაგალითად საპროტესტო აქციების შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად მოხდეს სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაცია, ჩამოშლა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ფუნდამენტალურ ბრძოლაში სახელმწიფომ თავისი ავტორიტეტი რო შეინარჩუნოს, ამიტომ ქვეყანას უნდა კეთილსინდისიერი მმართველობა და მათ შორის ჩვენი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არა მარტო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროპის კარგ ქვეყნებს შორის მოიხსენიებოდეს, არამედ სოფლიოში საუკეთესო სამეულში შევდიოდეთ, სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი არის და სამოქმედო გეგმა არის ამ მიმართულებით. რამდენად არის დღევანდელ პოლიტიკურ პროცესში ადგილი შინაარსობრივ დიალოგზე და არა მხოლოდ კონფრონტაციაზე? სამწუხაროდ ნაკლებად. სამწუხაროდ ნაკლებად, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ სერიოზული საუბარი პოლიტიკის, სოციალური პოლიტიკის, ეკონომიკის, საგარეო თუ საშინაო საკითხებზე დღეს ნაკლებად მიმდინარეობს და ამის მზაობა არ გააჩნიათ არც პოლიტიკურ პარტიების დიდ ნაწილს და საზოგადოების აქტიური ნაწილიც რაღაცნაირად კლიშეების დონეზე გამოხატავს თავის, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებებს. დღეს როცა ამ მომრჩევლის ყურადღება უფრო კონკრეტულ რეალურ ცვლილებებზე გადადის, როგორ აპირებთ მათი ნდობის მოპოვებას პარტიული დაპირებების მიღმა? პარტიული დაპირება ეს არ არის ცუდი რამ. იმიტომ რომ პარტია არის ის, ასე ვთქვათ, ორგანიზმი,
რომელიც სახელმწიფო მართლობის სხვადასხვა დონეზე მოდის, ხო? თვითმმართველობა არის, სახელმწიფო მართლობა და ასე შემდეგ. ამიტომ პარტია ეს არის ის პოლიტიკური ორგანო, რომელმაც უნდა შეიმუშაოს თუ როგორი ეკონომიკა, როგორი სოციალური პოლიტიკა, როგორი განათლება უნდა გქონდეს და ამის რეალიზაცია მოახდინოს ამ პოლიტიკური ხედვების, მერე სამინისტროების და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, პარტიული სწორი და ჯანსაღი ხედვები განაპირობებს სწორ პოლიტიკას, სწორ ქმედებებს, სწორ კანონებს, სწორ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რომლითაც საბოლოო ჯამში ყალიბდება საზოგადოების და მერე თითოეული ოჯახის თუ ადამიანის ცხოვრება. და ბოლოს, რას აპირებთ საერთაშორისო პოლიტიკაში? იქნებ დადგა დრო ჩაატაროთ ამ მხრივ აშშ ევროკავშირი თანამოაზრეებთან სამუშაო და დაანახოთ მსოფლიოს, რომ მარტონი არ ხართ. იცით რა არის, რომ ჩვენ მრავალი მოწოდება გვაქვს და ვეუბნებით დასავლეთს, კოლექტიურ დასავლეთს, რომ საქართველოს არ გადაუხვევია თავისი გზისკენ და საქართველოში რეალური დემოკრატია არსებობს და ჩვენ ვართ რეალურად მზად ნებისმიერი დონის დიალოგისათვის. იქით მხრიდან არ არის ჯერ რეალურად მზაობა დიალოგისათვის. იქით ამ მხარე არის დაბნეული. არ იცის ევროკავშირის გაფართოება რეალურად რას ნიშნავს, რეალურად როგორ უნდა განახორციელონ აი ამ შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. დღეს მათთვის ეს არ არის ნათელი სურათი. ამიტომ ამას ისინი არ გეტყვიან, რომ ჩვენ არა ვართ რაღაცისთვის მზად. მუდმივად ჩვენ უნდა იყო დამნაშავე, აბა საკუთარ თავს ხوار დაიდანაშაულებენ. ჩვენ ესეც კარგად გვესმის, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი საქმიანი დიალოგისათვის. ეს გზავნილი მათ კარგად იციან, დადგება დრო, როდესაც ისინი გარკვეულწილად ამისათვისაც მზად იქნებიან და ჯანსაღი დიალოგი აუცილებლად აღდგება.